ირანში ომით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის შედეგები უკვე კოსოვოშიც იგრძნობა. საწვავზე ფასების ზრდა მყისიერად ისახება ბიზნესზე. ეს პროცესი განსაკუთრებით რთული სოფლის მეურნეობის სექტორისთვის აღმოჩნდა. ირანში ომის დაწყებამ და ბაზარზე საწვავის ფასების ზრდამ ჩვენზე პირდაპირ იმოქმედა. ახლა კარტოფილის დათესვის სეზონია და ფასი 1.10 ცენტიდან 1.70 ცენტამდე გაიზარდა. ეს უკიდურესად მაღალი ხარჯია. ეს აისახება სხვა ხარჯებზეც, რომლებიც წარმოების დასასრულებლადაა საჭირო. კუტრიმი ავჯაზი ამაყობს, რომ ერთ-ერთ წარმატებულ ბიზნესშია დასაქმებული. ის კომპანია, რომელშიც იგი მენეჯერის პოზიციას იკავებს, კარტოფილის ჩიფსებს და სხვა საკვებს აწარმოებს, რომლის შეძენაც კოსოვოს თითქმის ყველა მაღაზიაშია შესაძლებელი და რომელიც საზღვარგარეთაც ექსპორტზეც გადის. თუმცა კუშტრიმის კომპანია საწვავის ფასების მკვეთრი ზრდის გამო რთული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. ვიმედოვნებთ, რომ ფასები დასტაბილურდება, თუმცა იმის გათვალისწინებით, რასაც ვხედავთ, ეს ნაკლებად მოსალოდნელია. ფასმა შეიძლება სწრაფად მოიმატოს, მაგრამ კლებას დიდი დრო სჭირდება. ეს განვიცადეთ უკრაინაში ომის დროსაც, როდესაც ფასები ელვის სისწრაფით გაიზარდა. კოსოვო არ აწარმოებს საკუთარ საწვავს. დიზელისა და ბენზინის ფასი იმპორტიორები განსაზღვრავენ, რომელთა მოგების ზღვარი 12%-ით შემოიფარგლება. მიუხედავად იმისა, რომ ბალკანეთის სხვა ქვეყნებმა ფერმერებზე ზემოქმედების შესამსუბუქებლად ზომები მიიღეს, კოსოვოს მთავრობას ჯერ არაფერი გაუკეთებია. რუმინეთმა, უნგრეთმა და სერბეთმა ფერმერებისთვის დიზელის სპეციალური ფასები დააწესეს, ან სახელმწიფო გადასახადის შემოსავალი შეამცირეს. ეკონომიკის ექსპერტები ამბობენ, რომ მთავრობამ ეკონომიკის გაუარესების თავიდან ასაცილებლად სასწრაფოდ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები. ზოგადად ნავთობის ფასს კოსოვოს ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. ერთ-ერთი მთავარი სექტორი, რომელზეც ეს ყველაფერი აისახება, არის როგორც შიდა, ისე გარე ტრანსპორტი. მეორე არის მშენებლობის ჩვენი ინფრასტრუქტურის პრობლემა. თუმცა ჩემი აზრით ეს ერთგვარად დაკავშირებულია ყველა სხვა სექტორთან. ვფიქრობ, დღეს ძნელია იპოვოთ ერთი სექტორი, რომელზეც არ იმოქმედა ნავთობზე ფასების ზრდა. ძირითადი ოპოზიციური დემოკრატიული პარტია მიიჩნევს, რომ მთავრობა უმოქმედოა. ის ხელისუფლებას მოუწოდებს მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის მდგომარეობის შესამსუბუქებლად გადასახადები დროებით შეამციროს.